სამეგრელოში ვარ ამ წუთას სოფელი ხორში. თორცდები ასე ქვია ამ სოფელს და ძალიან საინტერესო ნაგებობა აღმოვაჩინე სოფლის შესასვლელში. გზა მიმავალი სენაკიდან ჩხოროწყუსკენ. მინდა დაგათვალიერებინოთ ახლა ეს არც თუ ისე ძველი შენობა ალბათ. ძალიან დიდი ხნის მიტოვებულსაც არ გავს. სავარაუდოდ კომუნისტების დროინდელია, თუმცა შიგნიდან როგორც იტყვიან, გამოსუფთავებულია. ვეცდები მე მოგვიანებით გავიგო ამ შენობის დანიშნულება რა იყო, მაგრამ დიდი ალბათობით რაღაცა სანატორიუმს გავს თითქოს, მაგრამ კომენტარებში მოვიძიებ ამ შენობის დანიშნულებას პირვანდელს და აუცილებლად ვეცდები გაგაგებინოთ რა შენობა იყო აი ამ საოცარი არქიტექტურის მქონე ნაშრომში. ხო, იმდენად ბევრი სველი წერტილებია, რომ აშკარად რაღაცა ვიცი რა შეიძლება ყოფილიყო. სამკურნალო დაწესებულება ვითომ? რაც არ უნდა ყოფილიყო, ფაქტია, რომ ახლა ძროხების სადგომს გავს კი არა ძროხების სადგომია და აგერ ვაჟბატონები გრილდებიან ჩრდილში. კარგით, ნახოთ აბა რა ხდება აქეთ. დიდი ალბათობით ეს უკვე კერძო საკუთრებაა. იმიტომ რომ დასუფთავებულია. შემოვაროთ მოდი გარშემო. აი ესეთი არქიტექტურა. ბუნება კი აი ასეთია აქეთ. შესანიშნავი ულამაზესი ბუნება. აი ნახეთ როგორი აი წინიდან ასეთი ეს არის შემოსასვლელი ეგ სხვათა შორის მოსახვევში. ახლა დაიწყო მშენებლობა წმინდა გიორგის პატარა ტაძარი შენდება. ეს კი მის პირდაპირ აი ეს ალბათ ცენტრალური შესასვლელი იყო თავის დროზე. ესეთი არქიტექტურის რაღაცა უცნაური ნიმუშია. ხო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაღაცა მაინც არ გავს ძალიან ძველი შენობას და დიდი ალბათობით 90-იანი წლების დასაწყისის პერიოდია. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავმახვილო ყურადღება იმაზე, რომ დანიშნულების იყო ვერ გამოვიცანი. აგით ვიკითხავ ამას და ნახოთ კომენტარებში გაგაგებინებთ. ეს ალბათ დარაჯია, ხო? რაც არ უნდა იყოს ძროხებისთვის კარგი საბალახო ადგილია. ხო, მოკლედ თუ ვინმე მიცით და ჩემზე ადრე დაადგენთ რა შენობა იყო ეს და რას ემსახურებოდა, დაწერეთ კომენტარებში. ვიდრე მე გავიგებ და თქვენ გაქვთ ინფორმაცია ვინძლო, ჩვენც დიდი სიამოვნებით მოვისმენთ. აი ეს ადგილია კონკრეტულად წერანაც გითხარით
წმინდა გიორგის სახელობის პატარა ლამაზი ტაძარი შენდება და ესეც მის მიმდებარედ აი ეს შენობა, რომელიც წეღან განახეთ. ველოდები კომენტარებს. ესე იგი, მეგობრებო, აღარ დამჭირვებია კომენტარებში პასუხების მოძიება. ჩხოროწყუსკენ მიმავალ გზაზე ეგ პატარა ლამაზი წყაროა, აქ გავაჩერე. წყალი ავავსე და ერთმა კარგმა სენაკელმა ტაქსისტმა, აი ამ კაიკაცმა მიამბო იმ ნაგებობის ისტორია, რომელზეც მე წეღან გეუბნეოდით, რომ გავარკვევ რა იქნება და კომენტარებში დაწერეთ თქო. ეს თურმე ყოფილა კურორტი მენჯის ადმინისტრაციის მიერ აშენებული თავის დროზე დამხმარე ნაგებობა, ეგრეთ წოდებული თერმული აბანოები, რომელსაც უმუშავია ცოტა ხანი. შეიძლება ითქვას, ალბათ 1 წელი უმუშავია, შემდეგ ბევრი მიზეზის გამო გაჩერებულა და დარჩა იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც მე თქვენ წეღან ეს ყველაფერი განახეთ. Ну, в принципе, ახლობით მისახვედრიც იყო, იმიტომ რომ იმდენი სველი წერტილი იყო, სავარაუდოდ რაც ხა ეგეთი იქნებოდა. კურორტი მენჯი კი მოგეხსენება, ძალიან მაგარი კურორტი იყო და შეიძლება არის კიდეც არსად არ წასულა წყალტუბოს რაიონში და მათი აშენებული ყოფილა ეს დამხმარე ნაგებობა აი სენაკის ამ ულამაზეს სოფელში. მოკლედ ესეც გავარკვიეთ, ისთვისაც ძალიან დიდი მადლობა აი ბატონს წეღა რომ განახეთ სენაკის მკვიდრი. კაი, ქართველი კაცი, ტაქსისტად მუშაობს აი აქ. ჩხოროწყუს სენაკის მიდამოებში. აი ესე ეს ამბავი.